რას გეტყოდათ ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ადამიანი, არ არის აუცილებელი რომანტიული სასიყვარულო ასპექტით, გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი და ვნახოთ, რას გეტყოდათ ახლა, რომ შეეძლოს ადამიანს, რას გეტყოდათ ახლა, აბა ვნახოთ და რას გეტყოდათ ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. პირველი ვარიანტი აბა რას გეტყოდათ ახლა და მეორე ვარიანტი რას გეტყოდათ ახლა. ქვებსაც დავამატებთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი აირჩიეთ სასურველი. თუ გჭირდებათ დააპაუზეთ პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და ფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ვაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. რას გეტყოდათ ახლა? გეტყოდათ იმას, რომ ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ოდესმე აპატიებთ, კიდევ რას გეტყოდათ აბა პირველი ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და პატიებას ითხოვს აშკარად. გეტყოდათ იმას, რომ შვენივრად ხვდება, რომ თავად გადახაზა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც თქვენ შორის იყო. ხვდება იმას, რომ სადღაც დაარღვია თქვენი პირადი საზღვრები. კიდევ რას გეტყოდათ? ძალიან უნდა რომ გაგიზიაროთ თავისი კარგი სიახლეები, ძალიან უნდა რომ გიზიარებდეთ იმ კარგ რაღაცებს, რაც ხდება მის რეალობაში. მოკლედ რომ ითქვას გარკვეული ტრაბახის სურვილი იგრძნობა აქ, მაგრამ აი ტრაბახი და სინანული იგრძნობა ყველაზე მეტად. აი ეს ორი ერთმანეთის საპირისპირო ემოცია. კარგი, დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, დიდი მადლობა და გადავედით მეორე ვარიანტზე. თქვენ რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ ძალიან რთული იყო თქვენი გაშვება. თუ თქვენ შორის არის კონტაქტი ახლაც, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ ადამიანს ძალიან უჭირს თქვენი გაშვება და არ უნდა არავითარ შემთხვევაში, მაგრამ როგორც მინიმუმ წარსულში თითქოს ყოფილა რაღაც ისეთი სიტუაციები, სადაც უწევდა თქვენი გაშვება, რომც ახლა ერთად იყოთ, რომც ახლა იყოს თქვენ შორის კავშირი. გეტყოდათ იმას, რომ ადამიანი იმალება გარკვეული მატერიალური ასპექტების უკან და მეგობრებო, რა არის მატერია? მატერიალური არ არის მხოლოდ ქონება, ფული, მატერიალური ასევე არის ჩვენი სხეულები, ასევე არის სტატუსი, რეპუტაცია, სხვათა შორის და ადამიანი ამ ყველაფრის უკან ცდილობს, რომ დაიმალოს რაღაც მაგალითად მუდმივად ცდილობს, რომ პერფორმანსი გააკეთოს, შთაბეჭდილება მოახდინოს, ხო, სხვებზე და ეს უფრო მნიშვნელოვანი არის მისთვის. დავამატოთ არკანები კიდევ რას გეტყოდათ ახლა? გეტყოდათ იმას, რომ იმეორებს თქვენს გარკვეულ დიალოგებს თავის ტვინში, სხვათა შორის სავსებით შესაძლებელია ადამიანი ხშირად კითხულობდეს ხოლმე თქვენს მიმოწერას, იმეორებდეს ან სკრინები ქონდეს შენახული. სულ ეს არის მეგობრებო.